გამოიწვია პროტესტი იმან, რომ პარალელურად, როდესაც ურსა კალაძეს და ივანიშვილს უმღერის და ტაშის ყვრით გამოყავთ თავიანთი კრიმინალი დეპუტატების სცენაზე და აქ უნდა გაგვამხიარულონ ის გაჭირვებული ემიგრანტები, რომლებიც ზუსტად იმ მთავრობის გამო არიან გამოქცეულები საზღვარგარეთ, რომელ მთავრობასაც ჩვენი ჯგუფი ურსა პროპაგანდისტობს მივედით პეპელაში, დაველაპარაკეთ აქაური ემიგრანტები, რა პრობლემა, რა პრეტენზია გქონდა მათთან და ვთხოვეთ ცივილურად ყველანაირი კანონის დაცვით ვთხოვეთ, რომ ეს კონცერტი გაეუქმებინა. და პეპელას რესტორანმა მოიყვანა კიდევ დამატებით ქურდული გაგების ტიტუშკები სალაპარაკოდ. რომლებიც ცდილობდნენ ამ ბატონებს, ვინც ჩვენი სახელით იყვნენ მისულები, დამუქრებოდნენ. ჩვენთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო ეს ფაქტი, როდესაც შევიტყვეთ ურსა, რომელიც არის ამ ოცნების მადიდებელი და საყვარელი ბენდი, აპირებდა აქ ჩამოსვლას. ევროპაში, სადაც გათხოვების უნდა ეშინოდეთ წესით და deep state-ის ეშინოდეთ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ გვაქვს და მათ კიდე შეუძლიათ ჩამოვიდნენ და კონცერტი ჩაატარონ. ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა ჩვენთვის, ხო? არასოდეს დაიჯერონ ის, რომ ასეთმა ბენდებმა, რომ აქ ევროპაში შეძლებენ საერთოდ ჩამოსვლას და კონცერტის ჩატარებას. ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ შეიძლება ამ პროტესტს და ბანერს და დროშას მნიშვნელობა არ ქონდეს, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ერთ-ერთი ფაქტი, რომ ბევრი მუშაობის შედეგად, თუნდაც ინფორმაციული, თუნდაც მოქმედების შედეგად მოხდა ისე, რომ ეს კონცერტი ჩაიშალა.